პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტები პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულია. შალო პაპუაშვილის თქმით, ყველამ ვინც კანონი დემონსტრაციულად დაარღვია, თავი საკუთარი ნებით დაისაჯა. იცოდნენ პირდაპირ ადამიანებმა, რომ ისინი არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. მეორე, იცოდნენ, რომ ისინი არღვევენ საქართველოს სისხლისამართლის კოდექსს. მესამე, იცოდნენ, რომ ამ დარღვევისთვის არის სასჯელი გათვალისწინებული და მიუხედავად ამისა დემონსტრაციულად დაარღვიეს. იცოდნენ რა იქნებოდა შედეგი, წავიდნენ ამ შედეგზე, თავისთავი დაისაჯეს თავის საკუთარი ნებით. ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, რაც დანაშაულების კატეგორიებში ერთ-ერთი მძიმე შემთხვევაა. მე ის მიკვირს ზოგიერთი ელჩი რომ გამოესარჩლა ამ ადამიანებს, ანუ გამოდის რომ ისინი მხარს უჭერენ პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს, რაც თავისი არსით არის ექსტრემიზმი. ესეც კიდევ ერთი მაგალითი, რომ ევროკავშირის პასპორტის ქონა ჯიბეში სულაც არ ნიშნავს ევროპულობას. ევროკავშირში ზოგიერთს საბჭოთა ბაცილა შეეყარა, ზოგიერთს რაღაც ძალაუფლების ტკბობა აქვს და საქართველოს როგორც პატარა ქვეყანა ზემოდან დაყურებს. ამიტომ ქართველებმა უნდა ვაჩვენოთ ბრიუსელს და სხვა დედაქალაქებს, რას ნიშნავს ევროპულობა.